არასოდეს გააწყვეტინოთ საუბარი მტერს, როცა ის შეცდომებს უშვებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა 2-6, მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გიგა ჟღარკავა გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, რუსთაველებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანი, ბატონი მამუკა აბაშიძე. მოგესალმები, მამუკა ბატონო, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ბრძანდებით? კარგად მადლობთ, მადლობა რომ მომიწვიეთ. გაიხარით. ძალიან ლამაზი სტუდიაა და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ. მადლობა, გაიხარით. თუ გინდა რომ კარგად გაიცნო ადამიანი, არ უნდა დააკვირდე მის ქცევებს, მის ტირილს და ასე შემდეგ ბევრ სხვა რამეს, მთავარია დააკვირდე, ესეთი ძალიან კარგი გამოთქმა, მთავარია დააკვირდე როგორ იცინის ის. ზოგადად თქვენ თვლიან როგორც იუმორის გზნობით ფრიად დაჯილდოებულ ადამიანს მსმენია მე ხშირად ეს შესაბამისად იუმორს სიცილი მოძდებს მოყვება ხოლმე თან და კლიანობაში მაინც მიუხედავად ყველაფრისა ყველაზე კარგი ადამიანის საკუთარი თავის აღმოჩენისთვის ყველაზე უпростоრად განვითარებისთვის კარგია რომ საკუთარ თავს იპოვის და აღმოაჩენს. ვინ ხარ სინამდვილეში მამუკა ბატონო? ვინ არის მამუკა აბაშიძე? პირველ რიგში ვთვლი რომ ვარ ამ საზოგადოების წევრი. დავიბადე რუსთავში და ცხოვრობ დღემდე რუსთავში. რაც შეეხება იუმორის გრძნობას, ალბათ მეც ვთვლი რომ ის მომყვებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩემი ცხოვრების ყველა პერიოდში თავდაპირველად გავიხსენებ თქვენის ნებართვით სიყვარულის წლებს. როდესაც აქტიურად ვიყავი ჩართული სპორტში. ხშირად გვიწევდა მოგზაურობა და ასე შემდეგ. და თუ ახალი შემოდიოდა ვინმე გუნდში, მქონდა ესეთი რამ უწყობდით გამოცდას. მის დაუნებურად ჩვენთანაც არ ქონდა ბევრ რამეზე სწორი წარმოდგენა და ასე ვთქვათ დიდი ცოდნა. მაგრამ რაც ვიწვეთ იმ ფარგლებში უწევდა ამ ადამიანს ამ გამოცდის გავლა. ვიწყებდით საქართველოს ისტორიაზე საუბარს და შემდეგ ხდებოდა აქ ჩავთავდით ესეთ ფრაზას რომ ყველას გვახსოვს თითქოს როგორ აჩუქა გიორგი სააკაძემ ხმალი ჩაპაევს. თუ ეს პიროვნება გააპროტესტებდა მას ჰქონდა შანსი რომ გახდარიყო ჩვენი გუნდის სრულყოფილი წევრი. თუ არა და რჩებოდა მუდმივად ეს სპორტი და ისტორია მუდმივად ობიექტად შაყირის და გაზრდებდა ეს მას ბოლომდე. სააკაძე და ჩაპაევი. ეს იყო ყველაზე კარგი წლები, რაც მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან უდარდელი წლები, ასე ვთქვათ. ამის შემდეგ საქართველოს დაუმოუკიდებლობა, რომელსაც მე ვფიქრობ, არ იყო მზად მაშინ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი სურვილი იყო ძალიან დიდი თავისუფლების იდეა. დიახ, მესმის მეს. და დღემდე ხალხი იბრძოდა ამისთვის, ერები იბრძოდნენ რომ მოეპოვებინა თავისუფლება ჩვენც თავის დროზე შევძელით ეს. მაგრამ ამან მოიტანა დიდი გაჭირვება, რომელიც შეეხო ყველა ოჯახს. იქამდე თუ ჩემი ოჯახი ითვლებოდა საშუალო სტატისტიკურ ოჯახად, ისევე როგორც სხვა შეეხო ჩემს ოჯახსაც, რა თქმა უნდა, იყო დიდი გაჭირვება. თქვენ თუ ახსოვთ, არ ვიცი, ცნობილი ზეიკიძის ძეხვი. რა თქმა უნდა. ეს იყო პროდუქტი, მეტნაკლებად ხელმისაწვდომი და მე ვფიქრობ, არაუკანასკენ როლი ითამაშა ქართული ხალხის ფიზიკურად გადარჩენაში. და შოკოლადი ჩინო. და შოკოლადი ჩინო იყო ესეთი რამე. მე მახსოვს რომ დადებდით დაფაზე ამ ძეხვს, გრაციოზულად იწყებდა ესე მოძრაობას და იოგას ურთულეს პოზებს აკეთებდა. სასწაული იყო. მაგრამ ბედნიერება იყო იმასაც რომ ყიდულობდი მაშინ. აქაც იყო პერიოდი მახსოვს დავიმტოუგებ დღეს იმ ხალხს ალბათ ვინც დღესაც სამწუხაროდ გაუნდინეს სოციალური ფონდიდან არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში. სოფლიდან ჩამოქონდა ხოლმე ის პროდუქტები, რასაც მოვიწევდით, ეს იყო სიმინდის ფქვილი და ლობიო და იყო პერიოდი, როდესაც ვიკვებებოდით ამით გარკვეული ძალიან დიდი განმავლობაში და ერთხელ მახსოვს შემოვედი სახში და უთხრედი ჩემს რომ მომენატრა და ამოზელი ლობიო იქნება გააკეთო მეთქი და გაეცინა. ანუ ის თქვა მე და იუმორი გვშველი ჩვენ ხშირად და არ შეიძლება უყურო ცხოვრებას მარტო შავ-თეთრი ფერებით რა თქმა უნდა. ასე მამუკა ბატონო მართალი ხარ და მით უმეტეს პრინციპში ისტორიას რომ გადავხედოთ, ახსენეთ თქვენ ისტორია რომ გადავხედოთ ქართველი გადამოათ რაღაცა პერიოდი ბედნიერი და გალაღებული და დალხინებული არ ყოფილა რაღაც პერიოდი იყო სულ ძალიან მცირე როგორ შეირგებ ალბათ იმ სილაღეს და იმ
პოზიტივს და ღიმილიანად ყოფნას. მით უმეტეს ახლა ჩვენ ამ ეპოქის შვილები და ამ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები კიდევ უფრო კარგად ხედავთ რაოდენ საჭიროა დღევანდელ რეალობაში პოზიტივი, ღიმილი ზოგადად, ჯანსაღი იუმორი მოდი პირდაპირ თქვა და არა დაუშვათ ის, რასაც იუმორი არ უნდა იყოს ბოროტი, ბატონო, ამის მოხსნა ყოველთვის, ანუ ადამიანს რომლის მიმართაც არის ეს მიმართული არ უნდა დარჩეს წყენა გულში, უნდა მიიღოს ისე როგორც ამბობ ამას. ბუნებრივი, ასეჩეულზე დაგიბრუნოს სათქმე იუმორით. ნამდვილად. მამუკა ბატონო, ეხლა გადაბმა ცოტა ისეთი გამოდის, რომ არ მინდა ტელემაყურებელმა ჩათვალოს, რომ იუმორიდან ეხლა ისეთ თემაზე გადავდეო, რომ რამე კავშირი კონდეს ერთმანეთთან, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ზოგადად თუ კი გადმოვხედავთ ქართულ რეალობას, წინაწლებს თუ ამ რეალობას თუ შემდეგ შეიძლება იყოს ეს კავშირი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად საღი გონებით და იუმორის გარეშე სვამ კითხვას თემა, მოკლედ შემდეგი რუსთავული პოლიტიკა. ზოგადად მამუკა აბაშიძე პოლიტიკაში და რუსთავული პოლიტიკა საკრებულობს ზოგადად, როგორ არის სიტუაცია, იქნებ ძალიან ბევრი იუმორია იქ, თუმცა ხა იუმორისტ გამსჭვალული ადამიანები, ჯანსაღი იუმორით გამსჭვალული ადამიანები, როცა რაღაც ადამიანების ჯგუფში შედიან, რამოდენიმე მაინც იქ ძალიან ბევრი ხალასია ხოლმე და ძალიან კარგია ეს. მაგრამ ეხა იუმორის კუთხით კიდევ მეორე პარა, ძალიან ისე ჩვეულებრივად, ადამიანურად, საზოგადოებრივად შევხედოთ. აი როგორ იგზენით თავი, დაუშვათ მე არ ვამბობ, რომ ეს ერთი დღე ორი დღეა თქვენ რაც პოლიტიკაში ბრძანდებით, მაგრამ ნუ ერთი წელიწადია დეპუტატი ბრძანდებით, უფლებამოსილებით, თქვენი კომპეტენციებით ცხადია და ადამიანების საზოგადოების რუსთაველების ნაწილი თუ მთელი რუსთავი ცხადია თქვენ პასუხისმგებლობას გრძნობთ, რომ რაღაცნაირად შემოყურებენ თუ ყველას თქვენ მაშინ როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მიდგება ხოლმე მინიმუმ საქმე. როგორ იგრძენით თავი პოლიტიკაში? როგორია ზოგადად რუსთავული პოლიტიკა? ფიქრობ როგორი უნდა იყოს მოდი მე ესე ვიტყოდი აი იყოს ეგ ინტერპრეტაცია ბევრად უკეთესი ვიდრე დღეს არის თუნდაც მიუხედავად იმისა რომ თვლი რომ არ არის საქმე თქვა ცუდად მე არ მინდა ესე დავხატო პირიქით ნორმალური სიტუაცია თუნ საკრებულოშიც და მუნიციპალიტეტში ვიტყოდი ესე რუსთავი პატარა ქალაქია, ძნელი აქვს რამე დამალო. ცხადია. დაუშვათ მიიტანო ადამიანამდე რაღაც არასწორად და ან ვერ გაიგო მან სიმართლე. ის მაინც გამოჩნდება ადრე თუ გან იგივე როგორც ვერ დამარავს პიროვნება, თავის თუნდაც წარსულს და ასე შემდეგ. რა საკვირველია. ამიტომ ვფიქრობ რუსთავული პოლიტიკა უნდა იყოს უფრო გახსნილი ბევრად. ბევრად გამჭვირვალე ის რომ საზოგადოებამ აგირჩია და მოგცა დობის მანდატი ეს დიდი პატივია თავისთავად, მაგრამ ამაზე მეტი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტია პასუხისმგებლობა ვიდრე პატივი. და ეს არ უნდა დაავიწყდეს არასდროს, ვინც არ უნდა დაждდეს იმ სავარძელში. რა თქმა უნდა. თვითონ იუმორის ნაწილს ესეც ეხმარება სადღაც სიტუაციის განტოტაში საკრებულოში, თუმცა იუმორისტის დიდად არ ვცალია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კურიოზებიც ალბათ რაღაც არის ხოლმე. კურიოზს იმდენად ვერ გავიხსენებ თვითონ სლომაზე საკრებულოსი არ მოგონდება ახლა არაფერი, მაგრამ გავიხსენებ წინა საარჩევნო თეთრ კურიოზს, ესეც უკავშირდება თავისთავად. არის შუა პერიოდი სადღაც დაწყებული უკვე საარჩევნო კამპანია და მივდივარ ერთ-ერთ ეზოში შეხვედრაზე საუბრობ უკვე 10-15 წუთია და მოგძანდა ქალბატონი. მომიახლოვდა და მითხრა თქვენ საიდან ბრძანდებით. მე ვთხარი მე ვარ პოლიცია ქართული ოცნებიდან. იცით რას გეტყვითო? მეო მიღებული მაქვს ჩემი გადაწყვეტილება უკვე. და მე თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ ხმას მაინც არ მოგცემთ. იმიტომ რომ მე ვიციო გავიგეო რა კენც იყრის ერთი პიროვნებაო ძალიან კარგი კაცია ეს ემთხის მამუკა აბაშიძე და მე იმას ვაძლევ ხმას. მე არ გამოვიცნაურე ვიყავი და ნუ უთხარი რომ მას მიეცით ხმა. კი უთხარი რომ ქალბატონო ეს არის თქვენი უფლება, კონსტიტუციური უფლება და მე ვერ შეგედავებით მიეცით ხმა მამუკა აბაშიძეს. დაგლიჯა. მამუკა ბატონო, შეუძლებელია რომ გვერდიავოარო, მე ყოველ შემთხვევაში არ მინდა რომ ჩვენ გვერდიავოაროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მით უმეტეს ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ბუმია ამ თემის გარშემო, ამ პროცესები ისე ვითარდება, ვიღაცისთვის საინტერესოდ, ვიღაცისთვის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მე მგონია და რაც ვიცი და უშუალოდ მათგან რაც მსმენია რომ უკვე მოსაბეზრებლად, იმიტომ რომ ეს ერთი და იგივე თემატიკა ყოველ შემთხვევაში ის რასაც წარმოგვიჩენენ საზოგადოებას საინტერესოდ და რაღაც მაბატია ჯარგონის და ჩამოკიდებულს და დამოკიდებულს ხვდიან რომ აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ უკვე მობეზრდა ხალხს, მე ასე მგონია. თუმცა ვთვლი რომ
თემა რომელიც კიდევ მეორე ბოლო პერიოდი რომლის გარშემო საზოგადოების ყურადღება ტრიალებს რუსთავი ორის გარშემო ამბებს გულისხმობ ნამდვილად არის მნიშვნელოვანი მაშინ როდესაც მით უმეტეს მაშინ როდესაც საუკუნეში სადაც ინფორმაციული ვაკუუმი არ არსებობს არანაირი ქვეყანაში სადაც არის მოსაზრებები სხვადასხვა ბუნებრივია, ну ერთი ნაწილი თვლის რომ რაღაც ციხლის დაჭერა თავისუფალ მედიაზე, ერთი ნაწილი თვლის რომ პირიქით თავისუფალია დღესდღეობით მედია. ამასთან დაკავშირებით მით უმეტეს უკვე განაჩენი გამოტანილია, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიღებულია, დროებითი მმართველები ყავს ტელეკომპანიას, ჟურნალისტებს პირობას აძლევენ და ეუბნებიან, ანუ პირობას დებენ მათ წინაშე რომ არავის არ შეეხებიან და აუცილებელია რომ ჯანსაღად ფუნქციონირება განაგრძოს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? ანუ ფაქტია კიდევ მეორე უფრო ორაზროვანი ხა ამერიკის ელჩის რაღაც გარკვეული კომენტარები ვნახეთ ჩვენ საპასუხო კომენტარები და შეფასებები მოყვა ქართული მხარის მხრიდან. აი როგორ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება და გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ საზოგადოებრივად და ადამიანურად რაღაც პატრა შეფასებასავით რო გავაკეთოთ რუსთავი ორის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონო, მე იურიდიულ მხარეზე ვერ ვისაუბრი, ბარვარი იურისტი და აღნიშნავ ერთ რამეს რომ ამ მხარეზე ისაუბრა კარგად იუსტიციის მინისტრმა და გააკეთა განმარტება უსმინებენ მის გამოსვლას. ამაზე უკეთესად მე ვერ ვისაუბრი ამ მხარეზე. რაც შეეხება დავაზე საუბარი იყო ძალიან ბევრი რუსთავი ორის გარშემო და ითქვა ისიც რომ ეს არის დავა ორ მხარეს შორის და მეთანხმები აბსოლუტურად იმასაც ვეთანხმები რომ დღეს მედია სივრცე ღია და არგანიზის წმეხს ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ვეთანხმები ამასაც გადაწყვეტილება სასამართლოს პატივისცემაზე ხშირად მომისმენია კომენტარები და ვეთანხმები ამასაც მეც როგორც მოქალაქე და არ ვსაუბრობ ამ თუში როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი ჩვენ უნდა პატივი მივეცჩიოთ პატივისცემას სასამართლოს გადაწყვეტილების სხვანაირად თუ ჩვენ მართლა გვსურთ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების უნდა წავიდეთ ამ გზით მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მხარე იყო ყოფილი, არ მახსენდება ესეთ შემთხვევა. ყოველ შემთხვევაში რეზონანსული საქმეების, ყოველთვის ეს არის დავის საგანი, ის მიდის შემდეგ ინსტანციაში და ასე შემდეგ. გადის ამ გზას და სტრასბურგამდე ჩადის კარგად მოხსენებად. ეს არის სწორი გზა, ჩემის აზრით. ტელევიზია იყო საუბრები ხშირად იმასთან დაკავშირებითაც, რომ ხელისუფლების ჩარევას რაც ეხება, ხშირად აკრიტიკებდნენ ჟურნალისტებს. იყო ეს მაღალი თანამდებობის პირები და იყო მათი მიმართ უკვე კრიტიკა, რომ რატო ბერებიან ჩვენ საქმეებში. იყო უბრალოდ მოწოდება ჟურნალისტს არ არის პირდაპირ ესე ვთქვათ ადამიანი რომელიც კრიტიკაც არ შეიძლება დაუშვათ. მაშინ გამოდის ეს ყოფილა ყველაზე კარგი პროფესია, ყველა მის გზა უნდა აირჩიოს, აკეთე რაც გინდა და შენ შენიშვნაც არ უნდა მოგცე. ხო, ამას ვერ დავეთანხმები ვერაფრით. მე ცოტა ღრმად მინდა ჩავიდე ერთი მაგალითი მოვიყვანო. წარმოვიდგინოთ ერთი თვე დამთვის განმავლობაში მოხდა პირობითად 4 მძიმე დანაშაული. და გადავანაწილეთ ეს კვირაში ერთი დანაშაული პირობითად. რამდენჯერ და რამდენ საინფორმაციო გამოშვებაში გაუშვებენ ამას. ეს იტრიალებს მუდმივად. პირველ დღეს, მეორე დღესაც ახალი გარემოებები გამოჩნდება, გვაჩვენებენ ისევ იმ კადრებს და ასე შემდეგ. 4 კვირის განმავლობაში იქნება საუბარი ამაზე. პლუს თვის ბოლოს შეაჯამებენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ მოხდა უბედურება. ავიღოთ ახლა მეორე. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტს კითხეს ეს თირამ გვაქვს პროგრამა საყოველთაო დაზღვევის რომელიც უკვე თემსაზგოდემო გაიგო რომ მუშაობს და არის ეფექტური. რატომ არ აშუქებთ ამას? პასუხი იყო ესეთი, როგორ არ ვაშუქებთ? ჩვენ ვთქვით რომ ეს არის წარმატებული პროგრამა, სწორედ ამიტომ შესაბამის სამინისტროს აქვს მაღალი რეიტინგი. ეს ხომ თქვით. კარგით. იგივე თვეში პირობითად 10 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით. გაიკეთა ძვირადღირებული ოპერაცია და გადაარჩინეს არა მარტო მისი სიცოცხლე, არამედ ჯანმრთელობაც. რამდენჯერ გაუშვებენ ამ
მე არ მინახავს ეს ინფორმაცია გაშუქება. ანუ არ იხარჯება არც რესურსი, არ ჟურნალისტი არ მივა და ამ ადამიანს არ კითხავს, რომ ხო, რა სიკეთე მიიღო, ხო და ნამდვილად. და სხვათა შორის რითიც დაიწყო. ანუ ეს შენიშვნები ამას უკავშირდებოდა. და არა იმას, რომ ზეწოლა იყო დაუშვათ. ხო, ზოგადად ძალიან ცუდი ტენდენციაა, ძალიან ცუდი ის, რომ ტელევიზიები, თუ არ ჩავთვლით დაუშვათ საზოგადოებრივ მაუწყებელს და აჭარის ტელევიზიაც უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელია, რეგიონალური. სხვა დანარჩენი ყველა არის კერძო კომპანია, ხო, ბიზნესია. ეს ხა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ თვითონ ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებს, ვინც ტელევიზიის ფლობელები არიან. ხო, რამხელა კარნახი შეუძლიათ, ხო, ესეა ჩვეულებრივი მომენტია, რა თქმა უნდა. მე აღმასრულებლებს უკვე დირექტორს თუ საინფორმაციო ხელმძღვანელებს თუ ასე შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან ცუდი ტენდენცია ის და ეს 1 და 2 წელი არ არის, მამუკაბათონო, დამეთანხმებით ალბათ. ეს ტენდენცია რაც აი ნელ-ნელა თან იხვეწება ბჭყალებში, იხვეწება, რას გულისხმობ, რომ ნეგატივი კარგად იყიდება საზოგადოებაში. ანუ საზოგადოებაც დამოკიდებული და ჩამოკიდებული გახდა თითქოს შემდა სამწუხაროდ იმაზე, რომ აბა რას ვნახავ ცუდს. დასაწყის უყურებენ და აი თუ დავაკვირდებით საინფორმაციო გამოშვების ვის რა დაემართა ცუდი ნეგატიური რა მოხდა მოკლედ. და პირველი ნიუსებად ეს გადის. ამას ვამბობ და მე მქონია საკმაოდ ცხარე პოლემიკა მქონია ხოლმე მედიის წარმომადგენლებთან, საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც დაუშვათ განსხვავებულად ფიქრობს და ასე შემდეგ. თემაზე, რომ იმას ყიდულობს, რაც შენ თავისდან შესთავაზე, ხო? ბუნებრივი, ერთმა, ორმა თუ იყიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ეს მას უნდა შესთავაზო, ხო? კიდევ მეორე, მით უმეტეს საუკუნეში, სადაც ინფორმაციის, ანუ ვაკუუმი არ არსებობს. იცი რომ შენზე დამოკიდებულია და პოზიტივების რაღაც პოზიტიური რაღაცეების არ შეიძლება, ხო? სულ ნეგატივი და მე თან მით უმეტეს ვაშუქოთ და ვიძახოთ ის მედია საშუალებებმა, რომ სუიციდის შემთხვევა მოხდა, ძალადობა იყო და ასე შემდეგ. რასაც უყურებს ფსიქიკა, როგორ შეიძლება ესე იყოს? ალბათ მეთანხმებით ამაშიც. კეთილი რაღაც გარკვეულწილად პოლიტიკურ თემატიკასთან ტრიალებ და არ მინდა ისე მოვილიოთ ეს თემა, ასე ვთქვათ, რომ ზოგადად ქართული პოლიტიკური კულტურას არ გაუკეთოთ რაღაც გარკვეული შეფასება. როგორ ფიქრობთ, მზარდია კარგისკენ, მაღლად მზარდია პოლიტიკური კულტურა საქართველოში თქვენი აზრით? ანუ ყალიბდება, მივდივართ კულტურული პოლიტიკისკენ, ვისწავლეთ ნელ-ნელა რა შეშავს პოლიტიკური კულტურა, ვისწავლეთ ნელ-ნელა რომ პოლიტოლოგიაც ზოგადად მეცნიერებაა და ეს არნიშნავს იმას, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრში ყველა პოლიტოლოგი უნდა იყოს. მით უმეტეს ხა ამაზე გამახსენდა ყველას ექსპერტი და პოლიტოლოგი აწერია. ბოლო ეს სასაცილოა, ხა მე თუ მკითხავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნორმალურია რა, აი როგორ შეაფასებთ ქართულ პოლიტიკურ კულტურას, ზოგადად ქართულ პოლიტიკურ კულტურას? თან სხვათა შორის მაპატიეთ, მამუკაბათონო, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა მთავრობას ყოველ შემთხვევაში მავანი და უშუალოდ განსხვავებული აზრის და სხვა იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალები, უნიათო მთავრობა და ბევრი რაღაც ნეგატიური ეპითეტი გვსმენია, ხო, თქვენი მთავრობის მისამართით, ასე ვთქვათ. აი თქვენ როგორ შეაფასებთ ობიექტურად? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის დიდი ისტორიის ქვეყანა, რეალურად ჩვენ ახალ რეალობაში, ამ ახალ სამყაროში ვართ ახალი სახელმწიფო. 2000 წელს ითვლის ცოტა მეც, რაც გვაქვს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც ყველაფერს ჭირდება პოლიტიკოსებს გაზრდა და თქვენ პოლიტიკური კულტურა ახსენეთ. მეც ვიტყოდი კიდევ დებატების კულტურა ნაკლებად გვაქვს და აქ ჭირდება ყველაზე მეტი ზრდა. მოსმენის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ოპონენტი გესაუბრება, მოისმინო მისი აზრი, თუნდაც სწრაფად გეჩვენებოდეს და შემდეგ გასცევ უკვე არგუმენტირებული პასუხი და ეს არ გადაიზარდოს და უშუალოდ სხვა ფორმებში. აი ეს სასწავლებელი გვაქვს, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, წინ მივიწევთ და ყოველი დროის გასულით გადავდგავ წინ ნაბიჯებს, მჯერამე ამის და იმედი მაქვს ამის. რაც შეეხება მეორე ნაწილი თქვენი კითხვის ანუ აუცილებელი არ არის მე უნიათო ხელისუფლებაზე უკაცრავად. რაც შეეხება უნიათო ხელისუფლებას, აქ ბევრჯერ ითქვა და მე ახალ სურათებს ვერ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ როგორც ჩანს ვერ მიგვაქვს მოსახლეობამდე ის სიკეთეები, რაც გაკეთდა ბოლომდე და კარგად და რაც პირს ეძახიან. ეს აუცილებელია ვთვლი რომ უნდა მივიდეს იმიტომ. ისე მაპატეთ ჩაგეჭრებით დიდი ბოდიშით მამუკაბათონო. დაუშვათ პოლიტოლოგები რუსთავის მმართველობიდან მუნიციპალიტეტიდან პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები უკაცრავად, ვინც ამ გადაცემაში სტუმრად ყოფილა, ყველა ერთხმად
თანხმდება ჩემთანაც და აქვს საკუთარი აზრით იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სუსტია პიარი. ეს არა მარტო რუსთავში, მე თბილისშიც, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც ვიცი, რომ ამაზე თანხმდებიან იქ. რატო ვერ მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, იმ თანხმობამდე, მთლიანად ეს გუნდი და უშუალოდ დღევანდელი რეალობის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, რომ всё, ანუ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პიარს. ლაპარაკია კეთილად. ანუ ის რაც ინამდვილეში თქვენ თქმის არ იყოს სიკეთეები, რაც ხდება ეს საზოგადოება მიცოდეს, აი მეც არაფერს არ ვამბობ. მე არ ვამბობ იმას, რომ ფუნთუშაზე უთხრათ, რომ ეს შავი პურია, ან პირიქით რა. რატო? თავიდან მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ხალხის მოლოდინი არჩევნების დროს ახალი ხელისუფლების მოსვლით, ანუ შეცვლით ყოველთვის არის მოლოდინი მეტი, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება შეუძლია ამის გაკეთება. ამას უნდა მივეჩვიოთ ჩვენ, რომ მიტარასაც შეეხება იგეგმება რეგიონის ზიებების ჩამონათვალი გაკეთება, ვფიქრობ იმ სიკეთეებისაც უკვე გაკეთდა და რაც გაკეთება მომავალში ის უნდა მივიდეს ყველა ოჯახამდე, რომ გაიგონ ალბათ ჩვენც ვარ დამნაშავეები, რომ არ გვაქვს მეტი აქტიურობა ჩვენგანაც საჭირო, რომ ეს გავაკეთოთ. ალბათ უფრო მე ვიცით კიდევ ერთი იმის ფონზე ჩვენ შევთანხმდით გადაცემის დასაწყისშივე იმის ფონზე რომ მედია თავისუფალია დღესდღეობით საქართველოში დაუშვათ ხო არანაირი რაღაც მარწუხების სახელმწიფო მარწუხების ქვეშ არ არის ის და თავისუფლად მოქმედებს ხო ასეა თუმცა იმაზე კიდევ ერთი ხაზი მინდა კიდევ ერთს გაუსვა როცა მაშინ როცა ვსაუბრობთ სიკეთეებზე ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის მიცემულ სიკეთეებზე რატო მედიასაშო თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ძალიან ისე სუბიექტურად შეგვიძლია განვიხილოთ და მოკლედ რატო მედია საშუალებებს არ აქვთ დაუშვათ ეხა ისინი სხვა ადამიანები არიან იგივე წეგან ჟურნალისტები ვახსენეთ მართველები ვახსენეთ ფლობელები ვახსენეთ რატო მათ არ აქვთ იმის სურვილი რომ სინამდვილეში ან უფრო მეტად ეს გააშუქონ ანუ რა ხდება რაღაცა ის ხო არ არის შეთქმულებასავით ხო არ არის ხო რატო ხა არავინ არ თხოვს კიდევ ვიმეორებ შეგნებულად დავიწყე და მივყევი ასე შეგნებულად ავედი ნაბიჯ რომ დავიწყოთ იქიდან რომ მედია თავისუფალია თუ კი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ თავისუფალ მედიას რატო არ უნდა კონდეს იმის ნება და სურვილი რომ მე საზოგადოებას მომაწოდოს რეალურად ის რაც სინამდვილეში ხდება კარგი იმდენად რამდენადაც ცუდს როცა ცუდს აკეთებ და აშუქებს ამას ხო არაფერს არ ეგუბნები შენ ხო კი ბატონო ასე ვთვლი ობიექტურად ასეა გააკეთე თუ კი თანხმდებით რომ თავისუფალია მედია ანუ რისი თქმა მინდა რაღაც გადმონაშთური მომენტები ხო არ არის კიდე ბოლომდე ვიღაცების კლანჭების და მარწუხების ქვეშ ხომ არ არიან და უშუალოდ დღევანდელ რეალობაში მედია საშუალებები რაღაც წინააღმდეგობაში ხო არ მოდის აი ხელისუფლება ამას უჩვენს სიკეთეებს და მედია თავისუფალია აი რაღაცა ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან რაღაც დისბალანსი მაქვს რა ჩემშივე რომ თავისუფალი მედია ხელისუფლებას სიკეთეებს აკეთებს და ეს თავისუფალი მედია შესაბამისი დოზით არ აშუქებს ამ სიკეთეებს რა ხდება რატო როგორ შეუძლებელია პირველი რომ ჟურნალისტს არ კონდეს ობიექტურობის განცდა და ეს არის მისი პროფესია და შინაგანად ის მზად არის ამისთვის ყოველთვის აქ შეიძლება გამოვთქვათ ეჭვი რომ იყიდება ისევ ცუდი ინფორმაცია შეიძლება ამაზე აგებენ გასაგებია ავიღოთ მოდით მეორე მხარეც თვითონ ხალხში ჩემი პატარა დაკვირვებით ასე ვთქვათ მიდიხარ ადამიანთან და უბნები რაღაც სასიხარულო ამბავს და უშუალოდ რაღაც ქორწილს და ასე შემდეგ მოისმენს ხდება ამის გარკვეულწილად თანამონაწილე მაგრამ უფრო კარგად ისმის ცუდი ინფორმაციას გაიგე ძალიან მალე ვრცელდება იქ მოხდა რაღაც ავარია მოხდა ცუდი შემთხვევა ამდენი დაიღუპა ამდენი ეს აქედან გამომდინარე შეიძლება ესეც რომ ამ ინფორმაციას ყიდიან ანუ ბაზრის მოთხოვნა სამწუხაროდ ალბათ ის არის პრინციპში ესეც ვთქვით ხო რაღაც მენტალური მე ვერ დავიჯერებ რომ ჟურნალისტს არ აქვს იმის შინაგანი თავისუფლება რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს მაყურებელს და თან მიაწოდოს ყველა ინფორმაცია ერთად კი მართალი ბრძანდებით ხო პრინციპში დასაწყისში ეგეც ვთქვით და ანუ სხვაობა იყო კომუნისტებს როგორც კონდათ ეხლა და მე ჩემ ბავშვობაში მოვესწარი ამას იქ პირიქით იყო იქ ვრცელდებოდა მხოლოდ კარგი ინფორმაცია იყო რაც კონდათ კარგი იყო იდეოლოგია ძალიან ძალიან მე არ მივწერი იმ დროს არ მინდა რომ ესე გამიგოს ვინმე კონდათ იდეოლოგია ხალხს აყვარებდნენ ერთმანეთს რომ ეს იყო აუცილებლად ხალხს მართლაც უყვარდა იყო მომღიმარი სახეები რასაც ეხლა ვერ ვხედავთ
და აურა, ის ცუდი აურა, რაც ეხლა ტრიალებს, გინდა არ გინდა, სხვის შენი გვერდით დგომის, მეზობლის და ასე შემდეგ გაჭიროება გადმოდის შენზე, ეს ცუდი აურა მოდის და მოქმედებს ხალხის ფსიქიკაზე. ხო, ესეც ალბათ მენტალურია რა, მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამ გადაცემაში და ზოგადად ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს და ეხლა მით უმეტეს იმ ერის ფსიქოლოგია, რომლის შვილი ვარ მეც, ხო? და რაღაც სამწუხაროდ მივიდივარ ხოლმე დასკვნამდე, რომ ეს როდის მოხდა, როდის აქეთ ხდება, რა მოიტანა, ეს ცალკე საკითხია და მას სიღრმეები აქვს, მაგრამ ზოგადად ძალიან მწუხვარ იმაზე, რომ ქართველს საინტერესებს აი სხვის ცხოვრებით ვცხოვრობთ ქართველები. მე თუ მკითხავ, ჩემი სუბიექტური აზრია, რეზუმეს ავიქნებ, სხვის ცხოვრებით მიყვარს ცხოვრება, რომ აი იმას ნახე, იმას რატო შენ თვითონ, აბა შენ მიეცი იმას კარგები. ანუ რას თქვენ თქვით ახლა განვავრცესავით რა. მამუკა ბატონო, ამ ხელისუფლების, თქვენი ხელისუფლების ყველაზე, ასე ვთქვათ, თავარ მიღწევად, ყველაზე ისეთ კაფიო პოზიტივად რას მიიჩნევთ თქვენ პირადად? მიუხედავად იმისა, ვისაუბრეთ ახლა ჩვენ იმ აჟიოტაჟზე რაც არის ახლა ატეხილი, მე მივიჩნევ, რომ ამ ხელისუფლების თავარი მიღწევა არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ხარისხი არის გაზრდილი აშკარად. დიახ. ეს იგრძნობა ყველგან, იგრძნობა გარეთ, იგრძნობა თუნდაც იქ, როდესაც ადამიანებს მიეცათ ამის საშუალება, ისინი მოდიან თავისუფლად გამოხატავენ თავისას. სადღაც გვაკრიტიკებენ კიდეც, ესეც თავისუფლად იციან, რომ ამას არაფერი არ მოყვება და არ მოყვება მათთვის რაიმე სახიწუდი პროცესები. ეს ბევრს ნიშნავს, გუნდის შიგნით რა ძალიან მომწონს და მე მithქვამს ეს ჩემი კოლეგებისთვისაც. კოალიციაში ყველაზე მეტად რაც მომწონს, ეს არის აზრის პატივისცემა. ყველა საკრებულოს მაგალითები თუ ყველა დეპუტატი არის დამოუკიდებელი, როდესაც მიმდინარეობს უმრავლესობის ხდომები, ყველა შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს და ეიცვას ეს თავისი აზრი ბოლომდე და საკრებულოს ხდომებზეც გონდა ჩვენ შემთხვევები, როდესაც რიგმა დეპუტატებმა მიცეს საწინააღმდეგო თქმა დანარჩენმა უმრავლესობამ. მაგრამ ეს ჯანსაღი პროცესია რა თქმა უნდა. ჯანსაღი პროცესია და ეს მომწონს, ამას აღნიშნავს ზუსტად. ესეც უნდა იყოს ეს. ბოლო ჯამში ჩვენ მივიდივართ ხოლმე საერთო გადაწყვეტილამდე ყველა საზღვის გათვალისწინებით რა თქმა უნდა. ხადია. და ესეც სწორია. კი, ჩვენ პოლიტიკურ კულტურაზე ვისაუბრეთ და უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხდება რაღაცის მიღება, ხო? და ის დეპუტატები, ვინც განსხვავებულ აზრი არიან, იმას უკვე ხელისაწევით აფიქსირებენ და ეს მუშა ნორმალური პროცესია. კი, ნამდვილად. პრინციპში კოალიციის მთავარი იდეაც, ერთ-ერთი მთავარი იდეაც სწორედ ეს არის, რომ თავისუფლება აზრის და უშუალოდ რაღაც პოლიტიკური ხედვის და იდეოლოგიის იყოს ერთ მთლიანობაში და ერთი მთავარი იდეის გარშემო გაერთიანებული. თუმცა უნდა მაგრამ არა ვიწროთ ერთპარტიულად. ხო, ცხადია, რა თქმა უნდა, თორემ მაგის გამოცდილება გქონდა ჩვენ, მივიღეთ და რა მივიღეთ, ყველა კარგად ხედავთ ამას. ეხლა რო აღარ ჩავიდეთ მაგ სიღრმეებში. კეთილი, მამუკა ბატონო, რაღაც ეს ადამიანის ბუნება, როდესაც მიცემ მას განუზომელ ძალაუფლებას ან ძალიან დიდ თავისუფლებას, ის რაღაცას დააშავებს, იმიტომ რომ კი, გაზდის და გააკეთებს. და ძალიან სწორი შეფასება ეს არის ადამიანის ბუნება. ეს არც დღეს დაწყებულა, არც გუშინ ესე იყო, რაც ადამიანი არსებობს. და არა ქართველების ეს ზოგადად. ყველა, კი, აბსოლუტურად, კი. საერთაშორისო სცენი არის. კეთილი. ასეთი საინტერესო და სასიამოვნო საუბარი ერთი ისეთი ტრადიციული მიზეზით უნდა შევწყვიტო რამოდენიმე წუთით რეკლამის გამო. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. ჩვენ რამოდენიმე წუთში გავუბრუნდებით, არ გადართოთ. მამუკა ბატონო, პოლიტიკურ თემატიკას ასე ვთქვათ გავცილდეთ, დავშორდეთ ცოტა ხნით, ეხლა უფრო ისეთ პოზიტიურ ადამიანურ თემატიკაზე ვისაუბროთ თქვენის ნებართვით. ბედნიერებას ეძებს ყველა ადამიანი. ეხლა ეს ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანური ბუნებაა ესეც. თუმცა მე ვთვლი, რომ დიდი ანგარიშით ადამიანებმა არც კი ვიცით რა არის ბედნიერება და ალბათ კარგიც არის ეს, იმიტომ რომ ხა ბოლომდე იცოდე ბედნიერება რა არის, შეიძლება მართლა ერთმანეთი უკვე აღარც ყოფილიყო კაცობრიობა. თუმცა არავინ არ ეძებს იქ, სადაც არის სინამდვილეში ბედნიერება. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად არის ბედნიერება, რა არის ზოგადად ბედნიერება? აი მამუკა აბოშიძისთვის რა არის ბედნიერება? მე მახსენდება ერთი ადამიანის მონათხრობი, ქალაქში ცხოვრობდა თვითონ რომ ჩადიოდა რაიონში, ყავდა იქ მეზობლები. ეს ხალხი ღარიბები იყვნენ, მოდი ასე ვთქვათ. ვერ აძლევდნენ თავს ბევრი რამის უფლებას და იცოდა ეს მან კარგად ესმოდა.
დამოჯახედან ისმოდა სულ სიმღერები. ბანდურზე უკრავდნენ, მღეროდა მთელი ოჯახი. და რომ გადახედა თავის ცხოვრებას, მიხვდა რომ უბედური იყო ამ ხალხთან შედარებით. ჰქონდა ბევრად მეტ შესაძლებლობა, მაგრამ არ ქონდა ის სილაღე, რაც ქონდა ამ არ არის ღირინებდა. ხო, ამის თქმა მინდა რომ პირობითი ეს ყველაფერი ადამიანი ბედნიერი იქ სადაც ბედნიერად თulis თავის თავს. ალბათ ყველამ უნდა თავის ბედნიერება იპოვოს. სადაც დღეს სამწუხაროდ ინფორმაცია მოზღვაოდა, არის მეტი შესაძლებლობები, ადრე ხალხი ვერ ხედავდა მსოფლიოს ჩაუსვლელათაც და ძნელია როცა უყურებ იმ ცხოვრებას და ადარებ შენ სათხარ რაღაც ამბიციები გიჩნდება შენ ცხოვრებას. ცხადია, და უკვე თავს ბედნიერად ვერ გძნობ იქ სადაც ხარ, თუმცა ბევრ ამის ვერ ხედავ და შეიძლება მე მიხვდე. და აქვე ქართველი ზარმაცი ხარ და იმისკენ კი არ იწევ რომ მეც ვიზამ ამას. სანამ გააქვსო ხომ მეთქვია ხომ ვერ გძნობ რომ დაკარგავ, მე ხვდები რომ დაკარგე და თურმე ბედნიერი ხავი იქ იმ მომენტში იმ მოცემულებაში. ესეც არის, ასე რომ თვითონ ამის წამალი და რეცეპტი მე არ მაქვს და არ ვიცი ვინმეს თუ მაქვს. სიამოვნებით მოვისმენთ. კი, პრინციპში რეალურია და მართალია მეც ვეთანხმები სწორედ აი თქვენს გამოთქმულს, წარმოთქმულს, იმიტომ რომ ამაზე პასუხი თუ კი ვიღაც კონკრეტიკას თუ მაგალითი არ მოიყვანა რამე და ძალიან ზოგადად მიმოიხილა რაღაც ბანალურად ჟღერს ხოლმე იმდენად რამდენადაც დასაწყისში თქვი მე ჩემი აზრი და გავიმეორებ რომ სხვა ინტერპრეტაციით გავიმეორებ რომ შეიძლება ერთი წამი იყოს ბედნიერება რომელიც იმ წამში მთელი ცხოვრება იყოს ჩატეული და რაღაც გარკვეული პერიოდი მე რუტინა ფიქრი და საერთოდ რაღაცა პერიოდი სიტყვაზე ვერ გაიღიმო მაგრამ ერთმა წამმა მთელი შენი ცხოვრება მთელი სამყარო მოიცვას მართლა შენს ფერხთით აქციოს ხო აქვს გაუზომელია ასე ვთქვათ ჩვევა იმ წამს თქვენს ნათქვამს გამახსენდა არის რაღაც პერიოდი ცხოვრების შეიძლება მოკლეც მართლა წამი არა მაგრამ რაღაც გარკვეული მოკლე პერიოდი როცა ბედნიერი ხარ და ის წლები გაყვეს მერე და შემდგომ წლებში იცხოვრე იმ ძველი ბედნიერებით და იმ ასე ვთქვათ მოგონებები ჩვენების ადგილზელოც კი გვაქვს რომ ვიგონებთ რაღაც განვლილ წლებს ჩვენ განვლილ ცხოვრებას და იგივეა მეც თავში რომ გითხარით ის სიჭაბუკის წლები ნამდვილად უბედურ ადამიანად ვერ უძნობ ეხლას თავს და არასდროს ყოველთვის ვცდილობ ვიყო ოპტიმისტი და ვიგონებ იმ წლებს და ამ წლებითაც ხანდახან ცოცხლობთ ხოლმე, ცხოვრობთ ასე ვთქვათ, როცა ვიკრიბებით მით უმეტეს ის მეგობრები, ვინც დღემდე შემრჩა იმ სიჭაბუკის წლებიდან მოყოლებული. დრომ გამოგვცა და ანუ სწორი იყო ჩვენი არჩევანი და დღემდე ვართ მეგობრები და ძალიან კარგი. მამუკა ბატონო, საინტერესო ისა მაქვს კითხვა. სიმპათიურ მამაკაცად გთვლიან მე მსმენია სხვათა შორის ამის შესახებ. თქვენთვის სასურველი ქალის ეტალონი, აი როგორია? მე არ ვამბობ, ხა ცხვირი როგორი უნდა ქონდეს და თმისფერი ზოგადად ბავშვები, პატარა ბავშვები, თინეიჯერების ასაკში არ ვართ, ხო? და თუმცა ამ გადაცემას თინეიჯერებიც უყურებენ და დაუშვათ ბევრად უფროსი ადამიანების, მაგრამ ზოგადად აი საინტერესო როგორია ეს რაღაცა პროტოტიპი თქვენთვის სასურველი ქალის. პირველ რიგში მაინტერესებს იმ ადამიანებს, ვინც თulis სიმპათიურად თუ მომაწოდებს კარგი. კარგი იქნება თუ მომაწოდებს ამ სიას. ეს განაცვლელია მოგაც. ერთი ადამიანი ვისაც თulis სიმპათიურად და უფრო მეტიც. და მის სიყვარულში ეჭვი არ მყარება და დარწმუნებული ვარ ეს არის დედა ჩემი. ალბათ ყველა დედა ესეთია. რაც შეეხება თუ ჩემს გარშემო მართლაც ვიღაც არის სიმპათიებით განწყობილი ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა ჩემთვის იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენთან ურთიერთობა ამ ადამიანებს არ ძაბავს და ხედავ რაღაც პოზიტივს და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა მე ადამიანურად სიამოვნებს ეს ყველაფერი ეს თლიანობა ყველა შემთხვევაში რაც შეეხება ქალის ეტალონს ესეთი სტანდარტი არ მაქვს მე არ მქონია არც ადრე არასდროს იმიტომ რომ ეს იგივე თქვენ ახსენეთ ეს ცხვირი და თმისფერი და ასე შემდეგ შეუძლებელია ეს სადღაც მე პარალელს გავავლებ შეიძლება ზუსტად ესე არ არის მაგრამ ჩვენ მეგობრებს ხომ სახის ნაკვთებით არ ვირჩევთ და არც წელის გარშემო წერილობით ხო ანუ რაღაცა არის რაც გვაკავშირებს და ესეც არის სადღაც ახლო რა თქმა უნდა ქალთან მიმართებაში პირველ რიგში საბეჭდილებას აქვს მნიშვნელობა რაღაც საწყისი წერტილი აქედან არის იწყება ზუსტად ათვლა
ან ვიზუალიდან მოდის, ან ხმიდან რაღაცა. შემდგომ ყველაფერს დრო აკეთებს ჩვენს მაგივრად და ეს დრო უნდა გქონდეს აუცილებლად. მე ყველას ურჩევდი, რომ აქ ნუ აჩქარდება, ნუ მიიღებს ისეთ სწრაფ გადაწყვეტილებას. მე არის ენერგეტიკების დიდი მნიშვნელობა. შინაგანი სამყაროების რაღაცა ბრძოლა და თუ კი ესენი ერთმანეთთან გუნდათ იქცნენ, კარგია. ძალიან ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ახლა რო ვთქვა სტანდარტი დაუშვათ სიმაღლით 168-მდე 68-ზე დაბალი და 75-ზე ნუ გამომხმაურებით 1 სანტიმეტრიც კი არა აკეთ იქით არა. კეთილი. მამუკა ბატონო, ერთი კარგი გამოთქმა, ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა. კარგი წიგნის წაკითხვა ბრძენთან საუბარივით არის და ეძებე ადამიანი ვისთან საუბარიც კარგი წიგნის წაკითხვასავით არის და პირიქით, ანუ ალბათ კითხულობდით, ახლა რამდენად გაქვთ ამის დრო საქმიანობიდან გამომდინარე არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ კითხულობთ და კითხვა გიყვარს მსმენია ესეც. რა წაიკითხეთ ბოლოს? ისეთი და უშუალოდ რომელს თვლით ბოლო წაკითხულიდან ისეთად რომ აი მართლა რაღაც ბრძენთან საუბარივით იყო თქვენთვის და არის თქვენთვის და დარჩა ესე. თქვენ აღნიშნეთ სწორად დრო არ გრჩება მართლა იმდენი ან მან შეიძლება ზარმაცობთ არ ვიცი. ამიტომ მხატვრული და ლიტერატურული და რა წავიკითხე ბოლოს არ მახსოვს სიმართლე გითხრათ და ზუსტად ვერ გეტყვით. ბოლოს რა წავიკითხე მახსოვს, მაინტერესებს რელიგიური ლიტერატურა ზოგადად და ამის სათავე თავი და არის ბიბლია და ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ ამას დიდი სიბრძნე არ დაწერილა. ის შედგება მრავალი წიგნისაგან მოგიხსენებათ. ბოლოს ზუსტად მახსოვს, რომ წავიკითხე იობის წიგნი. ეს არის ძალიან არ არის იობის წიგნია თვითონ ბიბლიაში. კი, იობის წიგნი. მე მეგონა მეუფე იობს. არა, თვითონ ბიბლიაში ეს წიგნი და ურჩევდი ყველას ამის საკითხს, იმიტომ რომ იქ არის ბევრი რამე, რაც ადამიანის არის სასარგებლო. თუნდაც ის რომ გაიგო რა შეხედულება ღმერთს ადამიანებზე, როგორ იქცევა ეშმაკი. თავისი მთელი მგზავრობებით. იქ მეგობრებიც კი ამოყვანილი, რომელიც მიდიან იობთან და ეს არის ძალიან ვრცელი, საინტერესო თემა. ძალიან საინტერესოა. მე ადრე სადაც გავიგე, რომ ერთ სკოლაში ასწავლიან ამ წიგნს, მესამე-4 კლასელებს და ნუ გამიკვირდა, იმიტომ რომ დასრული ადამიანების არის ცოტა რთული ამის გაგება და არ არის ესე აქტუალური ყველაფერს ახლა ნუ დაბალ კლასებში მე არ ურჩევდი. ეს ჩემი პირადი აზრია. ამ წიგნის შეტანას ალბათ იქ რიგითობით უფრო არის ეს ყველაფერი რიგითობით მიყვება ძველი აღთქმიდან და მიყვებიან და მე გადადეს ახალში. ალბათ წიგნას შვები. ეს თემა ჩემთან არის ახლოს, მაინტერესებს. არასდროს შემყარია ღმერთის არსებობაში ეჭვი და ასე რომ. ძალიან კარგი. დრო და დრო უბრუნდები ხოლმე. ძალიან კარგი და ისეთი ადამიანი ვინ არის, ვისთან საუბარიც თქვენთვის აი კარგი წიგნის წაკითხვასავით არის. შეიძლება რამდენიმე იყოს ესეთი, მაგრამ თქვენს გარშემო ალბათ იქნება თქვენი მეგობრებიდან იქნება ვინმე ალბათ, რომ თქვენი ნაცნობები და შეიძლება კოლეგებიდან, ვისთან საუბარიც არ აქვს მნიშვნელობა, ეს მცირე ხნიანი იქნება თუ დიდხნიანი საუბარი, აი ვისში არის ეს სიბრძნის ელემენტები თუ შეიძლება. ვერ გამოგწალკე ეს ადამიანს ისედაც რასაც გვეწოთი სოფლის სიბრძნე მოდით ესე ვთქვათ რა. ეს არის გაფანტული ხალხში ეს მარგალიტები დევს და არ არის ის ერთ ადგილას რომ მიხვიდე შეკრიბო ეს ყველაფერი მე ესეთი ადამიანი არ მეგულება. მოხარული ვიქნები გავიცნობდი სიამოვნებით და ვესაუბრებოდი თუ არის სპეციალობების მიხედვით რაღაც მიმართულებების მიხედვით კი ბატონო არის შემეგობრების არიან ადამიანები ვისაც შეიძლება კონკრეტულ თემაზე ესაუბრო და მიიღო იქიდან რა მეცნიერულადაც კი ხო? კი და ზოგადად ვთვლი რომ სიბრძნე ასაკით არ მოდის მოდით ესე ვთქვათ რა მოდის რაღაც გამოცდილება მაგრამ შეიძლება ახალგაზრდისგან მიიღო ბევრი რაღაც ახალგაზრდას საუბრით ასე რომ მე არ მაქვს ამის კომპლექსი მე შემიძლია ყველას ვისაუბრო და თუ სადღაც დავინახავ მარგალიტს დავიმახსოვრებ აუცილებლად დავიჭერ და არ გავუშვებ. კი, მთავარი კომუნიკაციაა და ურთიერთობებში უпростоრად მთავარი კომუნიკაციაა და ღიაობა და გახსნილობა, რასაკვირველია. მამუკა ბატონო, ცხოვრება ჭადრაკივით არის, ზოგადად ძალიან ხშირად მსმენია რომ ცხოვრება თამაშია, ცხოვრება რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმია, ცხოვრება რაღაც სპექტაკლია, სცენა, ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თუ კი შევხედავთ დაუშვათ ცხოვრებას როგორც ჭადრაკს
თავისი ძალიან ბევრი კომბინაციებით და ამის ფონზე მოდით ალბათ შევთანხმდებით იმაზე რომ ყველა ცდილობს რომ იყოს რაღაც ფიგურა ასე ვთქვათ იმდენად რამდენადაც თავის ცხოვრებას თავის სამოქმედოს რაღაც გარკვეული გზას სავალ გზას ეს იქნება ადამიანურად თუ პროფესიულად თუ ასე შემდეგ და მორგებული ამ ყველაფერს რაღაც ფიგურა იყოს ყველა ადამიანში ალბათ ეს დევს მე ასე ვფიქრობ თქვენ რომელი ან უნდა რომ დიდი ფიგურა იყოს ან თulis რომ ის ძალიან კარგი რატომაც არა იყოს და უშუალოდ რანგით დაბალი ფიგურა მაგრამ ბედის გადაწყვეტა შეეძლოს ერთი პარტიის ასე ვთქვათ ხო თქვენ რომელი ფიგურა ხართ თუ ჭადრაკში გადავიდეთ ზოგადად კარგი თამაშია ჭადრაკი და სასარგებლოა ძალიან თუ ადამიანს შეუძლია რაღაც ცვლების წინასწარ გათვლა ეს პოლიტიკოსაც გამოადგება ცხოვრებაში და საერთოდ ყველა პროფესიის ადამიანს ვფიქრობ რაღაცის განჭვრეტა რამოდენიმე სვლით ადრე ახლა მე რომ ვქარო მინდა ბაიკი ვიყო იტყვიან ლაზირში უნდა გასვლა და ლაზირი ყველა ძლიერი ფიგურაა მე ზუსტად ვიცი რომელი ფიგურა არ მინდა ვიყო არ მინდა ვიყო მეფე არ მინდა ჩემ დასაცავად ჩემს გარშემო იუპებოდნენ სხვა ფიგურები და თავს წირავდნენ ეს ნამდვილად არ მინდა თუ ამას ცხოვრებაში გადმოვიტანთ და აქედან შევხედავთ ეს ნამდვილად არ მინდა ამას გამოვირიცხავ სრულებით ისე შეიძლება ამ დაფაზე ჩვენი ცხოვრების მანძილზე გვეყავს სხვა პოზიცია ხო სხვადასხვა დროს კი რა თქმა უნდა არც იმას გამოვირიცხავ რომ ვინმე გახდეს ლაზიერი ბაიკ შეუძლია გავიდეს ბოლოში კი ბაიკ შეუძლია რაც აღნიშნე მეც და ლაზერი ძლიერი ფიგურაა მაგრამ აი მაშინ როცა გახდები ლაზერი არ უნდა გავიზდეს რომ გოდესღაც იყავი ბაიკი ბრავო და ბოლოს ერთ ყუთში უნდა მოექცე აუცილებლად არასდროს უნდა დაივიწყო ეს თუ გინდა გაუგო იმ ადამიანებს ვინც არიან შენ პოზიციაზე იმიტომ რომ მე არ ვასხოვებ თითქოს ადამიანად შეება და მისი უნარჩვევები საუკეთესო ის თვისებები რაც აქვს ადამიანს იგივე აქვს ბაიკობის და ლაზერის დროსაც უნდა ჰქონდეს იდეაში კი ნამდვილად გეთანხმებით კეთილი კარგი იყო მომეწონა მამკაბატონო არ შეიძლება კიდევ ერთ თემა რასაც გვერდს ნამდვილად არავული არის სპორტი კალათბურთი ერთთან მithomდეს ისე პოზიტიურად და ისე ღიმილიანად დავიწყეთ ეს გადაცემა ისეთი კარგი ისტორია მოყევით ანუ ახალ მოსულ გუნდებთან დაკავშირებით სააკაძის და ჩაპაევის თემამ დაგლიჯა და არ მომეწონა ვინ არის ყველაზე მაგარი კალათბურთელი რუსთაველი თუ არ ჩავთვლით მამუკაბაშიძეს ძარსულში ასე ვთქვათ ხუმრობით დღეს ალბათ ძნელია გამოყოთ ერთი მაგრამ კი გამიჭირდება მოდით ინტერპრეტირებას შევცვლი მე უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ შეიძლება ცოტა ისე გამომივიდა ეს შევცვლი გავალამაზებ ანუ თქვენი თაობიდან მოყოლებული და უშუალოდ მაშინდელი აზოტიდან მოყოლებული მე დავდიოდი ბავშვობიდან ანუ იმ პერიოდიდან აქეთ დავდიოდი წითელი ავტობუსები მაშინ კაროსები იყო ხოლმე ვითასთან ფინალებზე ძალიან ისეთი ის იყო ჩართულობა სერიოზული შეიძლება ეხლაც არის და მე რაღაც ცოტა მოვცილდი ამ რაღაცებს მაგრამ რაღაც ჩავარდნის პერიოდი ქონდა რუსთავის კალათბურთს და დამეთანხმებით თამაში ვინ და თქვენ გადასარევად იცით ეს რა თუ არის თუ მოდის იმედის მომცემი თაობა სულაც მოდით ასე ვთქვათ და თქვენი თაობის ადამიანებს თუ გეძლევათ საშუალება რომ რაღაც გარკვეული წვლილი შეიტანოთ ყველამ თქვენი საქმიანობის ზოგი ალბათ წვნელია თქვენ დეპუტატი ბრძანდები და ზუსტად ვიცი რომ საკანონმდებლო ორგანოში თუ აღმასრულებელში სადაც ამ თემაზე საუბარი იქნება თქვენ მათ ინტერესებს დაიცავთ ხო ეს იქნება ჩემი მხარდაჭერა ხო არის იმედის მომცემი დღევანდელი რეალობა და უშუალოდ ქალაქის ამ სპორტული ამ მიმდინარეობის ამ სპორტის სამსახეობის როგორ ფიქრობთ პირველი იმედო ღმერთთან უგამყოფოს და არის რა თქმა უნდა გამომდინარე იმ ხო ეხლა დარბაში რემონტი კეთდება ესეც ძალიან მაგარი ამბავია ბრავო თქვენ ყველას რომ ჩვენ ვირავაშენებთ ახალ სასახლეს სამწუხაროდ ჩვენი სახსრებით და ეს მინიმუმი რაც შეგვიძლია ვკეთებინა ეს იყო და არა დიდი საქმეა საკრებულოზე ამას ყველა მხარე დაუჭირა და ესეც საკითხებს როგორც წესი არ მოყვება ხოლმე დებატები რაც შეეხება თქვენთან შეცვალეთ ხო კითხვის ძალიან ძლიერი გამოყოვინმე არ ეწყინოს მეორეს დღეს გამომდინარე ჩემი წირეწვილიდან კალათბურთში და მოვალწრეობიდან ვფიქრობ 80% დღეს მწვრთნელების შემადგენლობის ჩემი მეგობრები ან ყოფილი თანაგუნდელები არიან
რუსთავს რაც შეეხება ამას ნამდვილად ვიტყოდი რუსთავის დამსახურებული მწვრთნელი ბატონი ოთარ ხმელნიძე ეს არ არის ის თემა რომ იმის გაუკვირდეს და რამე თქვი ახალი ეს არის ადამიანი რომელსაც მრავალი თაობა გაზარდა ის ჩემი მეგობარია და ერთ პერიოდში მეც მომიწია თამაში ოთარის ხელმძღვანელობით მაშინ როცა უკვე დაუბრუნდით საბოლოოდ რუსთავში გარკვეული მიზეზების გამო მე ძალიან ადრე დავანებეთ ამას თავი ძიმე ტრავმის შემდეგ და შეიძლება და გვართ ვეხმარებოდით ჩვენს გუნდს რა თქმა უნდა მე რუსთავში თამაში უარი არასდროს არ მithქვამს და იყო შემთხვევები როდესაც ადამიანები მიაღწევდნენ რაღაც გარკვეულ საფეხურს საქართველოს ნაკრები ან დინამოს დუბლ შემადგენლობა და შემდეგ და უკვე უკადრისობდნენ ისეთ ამ ტურნირებში მონაწილეობას და ეს ახალ საგამიკეთებია იმიტომ რომ ჩემი ქალაქი იყო ყოველთვის ჩემთვის პირველ ადგილზე იმედი მაქვს რომ გაიზრდებიან ბევრი კარგი კალათბურთელები და საერთოდ ზოგადად სპორტსმენები. მე ძალიან მინდა რომ ყოველ შემთხვევაში რუსთავის საკალათბურთო გუნდი აი ისევ იმ ინტენსივობით როგორც იყო ხოლმე მე ჩემი ბავშვობა გავიხსენე ფინალში იყოს და ოთხეულში იყოს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მართლა ძალიან გულის დამწყვეტი ის იყო პერიოდი რაღაცა ჩავარდნა რა. თვითონ ყურება და სპორტის სახეობაა ბატონო. არის ძალიან აზარტული და ხალხი დადის მოსწონს ხალხს. ამიტომ აქედან გამომდინარეა ის სურვილების რასაც თქვენ ამბობთ და რასაც მე თავისთავად უსურვებ და არა მარტო კალათბურთს. კარგი მწვრთნელია კოკოშკოვი, რადგან აი მოდი ხა ქვეყნის დონეზე და ნაკრებზე გადავიდეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი შეფასებით. ცოტა ისეთი მომენტია ხა ეს გასაგებია რომ ფეხბურთის უკაცრავად კალათბურთის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამდენი წელია უკვე არის მწვრთნელად ეს და ნუ ხა მე ყოველ შემთხვევაში შეფასებლად როგორც გულშემატკივარი შეიძლება გამოვდივი, მაგრამ პროფესიულად ვერ შევაფასებ მე პირადად. აი თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ შეფასოთ პროფესიულად და როგორც მწვრთნელს როგორ უყურებთ დაუშვათ. კოკოშკოს აქვს ნამუშევარი საკმაოდ ბევრი და უნდა დაუპასო ჩვენს კი ეს არის მთავარი ადამიანს როდესაც გირაობდა უხდი მას ფულს რა შეასრულოს მას სამუშაო კოკოშკომ ეს გააკეთა უნდა ვაღიაროთ ეს ჩვენ შეიძლება გარკვეული ცვლილებები იყოს საჭირო შეიძლება ისევე როგორც გარკვეულ დროში საქართველოს ნაკრებიც ივსება ახალი მოთამაშეები და ესეც ბუნებრივია იმიტომ რომ არსებობს რაღაც რესურსი რომელიც იწურება კი და ჭირდება ახალი სისხლის ყველგან ესია მათ შორის პოლიტიკაშიც რა თქმა უნდა სპორტშიც გუნდში ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით მნიშვნელობა ჰქონდა ლიდერსაც რომელსაც გუნდი მიყავდა როგორც წესი ლიდერი ხდება სასახელო ხომ კაპიტანად გუნდის და მას მეტნაკლებად უფრო უსმენდა გუნდი ასე ვთქვათ გუნდის ყველა წევრი იგივეა აქაც არ ვიცი ხა ეს ცოტა იმ ხალხმა გადაწყვიტეს ვინც დღესაც იქ არის მე სიმართლე გითხრა ცოტა ჩამოცილებული ვარ გამომდინარე ჩემი კეთილი თუმცა საერთოდ მოღვაწეობიდან და ზუსტად ვიცი რომ ტელემაყურებლისთვის საინტერესო იყო თქვენი შეხედულება და უშუალოდ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით და ნაკრებთან დაკავშირებით კარგით ეხლა მოვიდა დრო ტრადიციული ესეთი ბოლო სამი ტრადიციული კითხვა ამ გადაცემის 2/6-ისთვის დამახასიათებელი ჩემთვის ეს კითხვა რომელიც ამ წუთას ახლა უნდა დავსვა ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ზოგადად ეს კითხვა და ეს თემა და მით უმეტეს ამ გადაცემაში მოსული სტუმრების მოსაზრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად რამდენადაც ამ გადაცემას სტუმრობენ ხოლმე ადამიანები ვინც განურჩევლად იმისა თუ რა საქმიანობენ და რა კუთხით ეწევიან ქალაქს და ერს სამშობლოს ზოგადად მინიმუმ ის აერთიანებს უყველას რომ სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილებების მიღების უფლება და კომპეტენცია აქვთ და გარკვეულ ამინს ქმნიან ქალაქში. ამდენად თქვენთანაც აი ამ შესავლის მერე პირდაპირ დავსვამ კითხვას ძალიან ის ლაკონურად და ადვილად გასაგებად. როგორ ფიქრობთ, მამუკა ბატონო, რა ნიშა უნდა კონდეს რუსთავს, რითი უნდა იყოს ყველაზე ისეთ დამახასიათებელი ცნობილი რუსთავი დაუშვათ არა მარტო დაუშვათ საქართველოში, საზღვრებს გარეთაც. რთული კითხვა მართლა და მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია და ამას ჭირდება ალბათ ბევრი ფიქრი უფრო და ბევრი კონსულტაციები, ასე ვთქვათ რა, შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან, წარმომადგენლებთან და განსხვავებული საუბარი. ისე
არ ვიცი ხარ რამდენად იქნება ეს ნიშა სურვილს გამოთქვა მე ჩემსას როგორი მინდა იყოს ჩემი ქალაქი მინდა იყოს ლამაზი სუფთა მოვლილი ქალაქი მინდა იყოს სადაც ყველა ადამიანი ცდილობს რომ შეინარჩუნოს ეს ყველაფერი მინდა ამ ქალაქში ცხოვრობდნენ იყოს ქალაქი სადაც ახალგაზრდები პატივსცემენ უფროსებს და სადაც უფროსები ნდობას უცხადებენ ახალგაზრდებს სადაც აძლევენ მათ თავისუფლებას იმიტომ რომ ახალგაზრდები ხედავენ ბევრად მეტ ფერებს ვიდრე ჩვენ უფრო შავ-თეთრში დავჭით ცოტა ჩვენც გვარჩევთ რაღაც ფერებს მაგრამ იმ წისარტყელას ვერ ხედავთ რაც ისინი მათ აქვს ახალი ხედვა ახლებური ალბათ ჩემი აზრით ისინი განსაზღვრავენ ამ ნიშასაც თავის დროზე და მინდა ძალიან რუსთავში იყოს შეკრების ადგილი რაღაც არ ვიცი ეს რა იქნება სკულპტურა იქნება ვთქვათ მემორიალი სადაც ყველა რუსთაველი მივა და პატივს მიაგებს ან ჩვენი გამოჩენილი ადამიანების ხსოვნას მათ შორის ჩვენი გმირების ვინც დაეცნეს შეიძლება რაღაც საერთო გაკეთდეს ეს ჩემი შეიძლება არასწორი მე მინახავს ქალაქები სადაც ახალდაქორწინებულები მიდიან და რაღაც გარკვეული ტრადიცია აქვს იქ მიაქვთ ყვავილები და პატივს მიაგებენ იმ დღეს და შეიძლება ესეთი რამეც იყოს გასაღებებია მდინარეში და რაღაც ტრადიციაზე საუბრობთ ალბათ როგორც მივხვდით რაღაც ტრადიცია ჩვენც რო გქონდეს არა ესეთი არ არის აუცილებელი ეხლა გამახსენდა ახალდაქორწინებულებთან დაკავშირებით კარგად კეთდება ჩვენი კულტურის და დასვენების პარკი და რადგანაც მე რომ დღეს მომყავდეს ცოლი ასე ვთქვათ და ვიყო იმ ასაკში ახალგაზრდა და გავაკეთებდი ამას ტბაზე და შეიძლება კარგი სცენარის გაკეთება სადაც იქნება ნავები არ ვიცი მათ ფანტაზიაზებია დამოკიდებული და იქ მოხდებოდა ამათი შეხვედრა რომ მოიფიქრებთ გამაგებინეთ და რითიც შეიძლება დაგეხმაროთ ესეც შეიძლება რაღაც ტრადიცია იქცეს და უშუალოდ თողონ პროგრამაში იქნება სხვა შედიოდეს ტბაში კი და იქნება ახლა სხვა ბავი როგორც მოიფიქრებს და უშუალოდ ერთმანეთს ეს არის ერთი დღე რომელიც უნდა დაამახსოვრდეთ მთელი ცხოვრება მაინც როგორც ხვდები მივდივართ რაღაც შემოქმედებითი ქალაქისკენ ხო რაღაც ეხა კრეატივს ეძახიან მაგრამ იგივე სპორტი მინდა იზრდებოდნენ გამოჩენილი სპორტსმენები გავზარდოთ ჩვენს ქალაქში ვინც სახელს გაუთქმს არა მარტო რუსთავს და საქართველოს ჩემპიონები ყავთ კულტურული ღონისძიებები რაც შეიძლება მე უნდა იზრდებოდეს ეს და იყოს რაც შეიძლება განვითარების საშუალება უნდა გქონდეს და რაღაც მინდოდა ისეთ კიდე მეთქვა და ვეღარ გავიხსენე ალბათ მე არ ვიცი შეიძლება ვწდებოდე მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ დაამატებდით თქვენს ისე როგორც ნუ ეს რეალისტურად რომ შევხედოთ ამოძირკო ყველაფერი და აბსოლუტურად ახალი დადო რაღაც ეს ძალიან ძნელია და მე თუ მკითხავ არასწორი გეზია შეიძლება თქვენ დამატება გინდოდათ თუ არა მე დავამატებ რომ ის ნიშა რაც ქონდა ქალაქს გულისხმობ მეტალურგიას გულისხმობ აქ ხო რაღაც ინდუსტრიულ ქალაქს მოძველდა მაგრამ ალბათ რაღაც ხო იმდენად რამდენ ჩვენ ვართ რაღაც იმ ინტელიგენციის იმ მართლა მუშათა ქალაქის ამ სიტყვის ყველაზე ისეთ კეთილი და პოზიტიური გაგებით შთამომავლები და შეუძლებელია ეს ბოლომდე გაწიო თუმცა მე თუ მკითხავ რომ მეტალურგების ქალაქი და ეს საშინელება ეს გულისხმე რო თქვი ხო რა ნუ მე მაგის გაგონება არ მინდა ამის ოღონდ კარგი გაგებით რა ეს ნებარ დავამატებ თუ შეიძლება მეც მომიწია მეტალურგიაში მუშაობა და ვამაყობ ამით ვიმუშავე გარკვეული პერიოდი და გეთახმებთ აბსოლუტურად იმიტომ რომ ქალაქი იძლევა ამის საშუალებას ჩვენ გვაქვს ორი დიდი ქარხანა დღემდე შემორჩენილი და თუ იქნება შემოვანახალი ინვესტორი ან ძველი განავითარებენ თქვათ ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ვერ ჩავერევით და საქმე მოსახლეობას თქონდა მივესალმები ამას აისახება ეკონომიკაზე კი აისახება ერთი მეორე რაც თქვი ჩვენ ეს მიიბა სამუშაო ადგილი როგორც წესი მიიბავს როგორც სპორტი ისე კულტურა კი აუცილებლად და მე შევწყობს ხეს ზოგადად განვითარებას ქვეყნის ძლიერი საზოგადოება რა თქმა უნდა არის გარანტი იმისა რომ 100%-იანი შესაბამისად სპორტსმენსაც და ხელოვანსაც ექნება იმის რწმენა, რეალური რწმენა, რომ მის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ან იმ ღონისძიებაში სადაც ის მონაწილეა სოციალურად ძლიერი და ეკონომიურად ძლიერი ადამიანი მოდის სანახავად შესაბამისად
აბსოლუტური გაგები და არ ფიქრობს იმაზე საღამოს რა ჭამოს უკაცრავად გამოხატულ პირდაპირ გამოხატვისთვის ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა გეთანხმებით ნამდვილად კიდევ ერთი ტრადიციული კითხვა მე მაოცებს ქართული ხალხური ანდაზები და ყველა გადაცემაში ერთ ანდაზას მოვიყვან ხოლმე ასე ვთქვათ და რაღაცა მცირე ორწუთიანი განხილვასავით გვაქვს ხოლმე სტუმართან ერთად ცხადია და კაისთვის კაი ვის უქნია ესეთი ქართული ანდაზა აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა მორალია როგორ შეიძლება კაის კაი არ უქნა ანუ სუდი უნდა უქნა აუცილებლად ან სუდს აი ვერ რაღაც მე ვერ მივედი რა ბოლომდე თქვენ როგორ ანდაზები კარგი გქონთ მართლა გადაცემაში ვაგლობთ ალბათ ცუდი არა უფრო, მაგრამ შეიძლება არც კარგს უსურვებენ, იმიტომ რომ თვლიან რომ არ სჭირდება. მე კეთვით ერთ იმ პერიოდს გავიხსენებ ისე, როცა ჩვენ ვიყავით აქტიურ სპორტში და თავისკენ ახსენეთ რაღაც სიმპათიურ და ამ შემდეგ და ჩვენ მართლა ალბათ მაშინ ნორმალურად გამოვიყურებოდით სპორტული აღნაგობით, ნავარჯიშები, ახალგაზრდა ბიჭები. და ეს ხდება ერთ ან მოხდა სუფრაზე როდესაც ჩამოვარდა ლაპარაკი ზოგადად ამ გაჭირვებაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარეს ეს აუცილებელია და იქ ისე ქალბატონი შეხედა ჩემ მეგობარს და უთხრა შენ ისიც გეყოფა ლითის დაგაჯილდოვა ღმერთო ეხლა მომინდომე ისიც კონდეს და ფულიც ეგრე არ არის ეს ცხოვრება იმყოფინე ის რაც გაქვსო ის ფული უნდა კონდეს შედარებით მე კარგი სიგულისხმება ვერ გაიმეტა მისთვის ფიზიკურად მოეწონა და ფული ვეღარ გაიმეტა მე კარგისთვის კარგი ნამდვილად მემეტება ამ შემთხვევაში თქვენ გულისხმობთ ჩემი ადამიანური მართლაც ადამიანური აი პოზიტივების და იმ თუნდაც იუმორის და მთლიანობაში რა სულ ხმა არ მოიღოს ადამიანო თვალებს შეხედო ან თუ ხმას ამოიღებს და თითო სიტყვა გაცვალო მაშინ ვეიგზნობა რა მაშინ დაგროვილი პოზიტივები თუ ნეგატივები და მე ვხედავ თქვენში დაგროვილი ძალიან ბევრ პოზიტივს მამოგაბატონო და ნამდვილად არ მე ასე ვთქვათ არ დავიჭერ პირიქით ღიად და ბოლომდე გულით თქვენსკენ კარგს უშვებ ჩემგანაც პოზიტივებს მოკლედ და წარმატებებს გისურვებთ უმთავრესი კითხვა მოგეხსენებათ ამ გადაცემის შემდეგია და რატომ და როგორ მე აღარ დააგლით ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ პირდაპირ დაგისვამთ კითხვას რამდენია 2x2 იმედია მათემატიკის სახელმძღვანელოებში არ შეიტანენ ცვლილებებს კეთვითებს ბრავო უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის უღრმესი მადლობა იმისთვის რომ კარგად გაიგეთ გადაცემის ფორმატი რაც გულისხმობს შემდეგს რომ მე ძალიან მინდა რომ საზოგადოება პოლიტიკოსებს იცნობდნენ არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსებს და ზუსტად იცოდნენ მათი ადამიანური მხარეები როგორც დადებითი ისე უარყოფითი მაგალითად მომყავს ეს უღრმესი მადლობა იმისთვის რომ აი ესეთი კეთილი და პოზიტიური სურვილები გაქვთ როგორც ქალაქისთვის ისე ზოგადად ქვეყნისთვის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გემილისთვის და პოზიტივებისთვის აი ძალიან ხიარული გადაცემისთვის მოკლედ წარმატებებს გისურვებთ როგორც საქმიანობაში ისე პირად ცხოვრებაში უნებრივია და მე თქვი და კიდევ ვიმეორებ ერთ მომენტში გითხარით რომ გადაწყვეტ ტბაში და ტბის გარშემო გააკეთოთ თქვენი გაცნობა თუ მე შეუღლება მერითი შემეძლება თქვენ ბიზნეს კეთების უფლება არ მაქვს ასე რომ რა გემშვიდობებით მოკლედ დროებით მომავალ შეხვედრამდე დარწმუნებული ვარ პოზიტიურ საქმეებში გადაიკვეთება ჩვენი გზები უღრმესი მადლობა ტელემაყურებელს იმისთვის რომ გვიყურა მე ზუსტად ვიცი რომ მოიწონებთ ჩვენს გვერდს სახის წიგნზე Facebook-ზე 2x6 მე კი მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით შევხვდებით იგივე დროს ისევ აქ ახომის Orger ori modi hijos